ისეგნით ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს შეჯიბრებები დღეს დილიდან დაიწყო და პირველ დღეს გამარჯვებულის ვინაობა მოგულის დისციპლინაში გაირკვევა. ღონისძიებაში 16 ქვეყნის 90 სპორტსმენი მონაწილეობს. სოფო ერქვანია გვერდდება ბაკურიანიდან. კეთი ბაკურიანში ახალი სეზონი დღეს დილით მოგულის დისციპლინით გაიხსნა, სადაც როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის კვალიფიკაციები გაიმართა, რის შედეგადაც გაირკვა 32 ფინალისტის ვინაობა, ხოლო შემდეგ ტოპ 12. ახლა ჩემს უკანა ფონზე სწორედ ტოპ 12 სპორტსმენების დაშვება მიმდინარეობს. გეტყვით, რომ კურორტზე როგორც ამინდი, ასევე განწყობაც იდეალურია და კოხტას ფერდობზე სპორტსმენების წარმატებით დაშვებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. როგორც ორგანიზატორები, ასევე სპორტსმენები კმაყოფილები არიან და აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მიმდინარე მსოფლიო თასი 17 ქვეყანაში გადაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. მსოფლიო თასი ჩემთვის კარგად დაიწყო. კვალიფიკაციის ლიდერი ვარ და მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. საქართველოსთან მსოფლიო ჩემპიონატიდან კარგი მოგონებები მაკავშირებს. თქვენს ქვეყანას ჩემს პულსში განსაკუთრებული ადგილი უკავია და იმედია მოგონებებს დღეს და ხვალ კიდევ უფრო გავამდიდრებ. ახლა მთავარი ფინალური დაშვებაა. საკუთარ შესაძლებლობებში სრულიად დარწმუნებული ვარ. მოხარულები ვართ, რომ უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს შეჯიბრი. ძალიან კმაყოფილები არიან როგორც სპორტსმენები, ისე მათი მწვრთნელები და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები. უმაღლეს დონეზეა მომზადებული საშეჯიბრო ტრასა, ასევე ორგანიზებული არის ძალიან მაღალ დონეზე შეჯიბრი. 2023 წელი ხვალ ორმაგი მოგულის დისციპლინით დასრულდება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით მასპინძლობის გამო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლოს. მადლობა, ეს იყო სოფო ერქვანია.